როცა ვლადიმირ პუტინი უყურებდა თავის უფერო გამარჯვების დღის აღლუმს, ფიქრობდა როგორ მივიდა საქმე აქამდე. სამხედრო აღლუმი ტექნიკის გარეშე თითქმის აღლუმიც აღარ არის. მაგრამ ეს დამცირება არ იქნებოდა ის, რაც იმ დღეს პუტინს თავში უტრიალებდა. სხვა სიცხული სხვა გახდებოდა, როცა უკრაინამ ისეთი რამ გააკეთა, რომ პუტინი მთელი მსოფლიოს წინაშე უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ამის ყურება თითქმის შეუძლებელი. ის რისი მოპარვასაც რუსეთს თვეები დასჭირდა, უკრაინამ დაიბრუნა, რადგან რუსეთის არმია სულ უფრო მეტად იწელება. როდესაც პუტინი უყურებდა თავის სევდიან აღლუმს, რომელიც თითქმის უხმოდ ჩავლიდა და არაინ ძლიერ ხვირილს რაც უნდა გამოეწვია, ის ბოლო რამდენიმე თვეს სივცვლით გაიხსენებდა. რუსეთის ყოლის შემძლე არმია თითქოს უნდა გადაუაროს უკრაინას. დიდი საგაზაფხულო შეტევა უკვე მიმდინარეობს და უკრაინა თითქოს უნდა ინგრეოდეს. მაგრამ რეალობა, როგორც ომის კვლევის ინსტიტუტი აღნიშნავს, ისაა, რომ რუსეთს თითქმის არანაირი მნიშვნელოვანი ოპერაციული წინსვლა არ ქონია გასული წლის განმავლობაში და არც ჩანს, რომ უახლოეს მომავალში რაიმე სერიოზულ გარღვევას მიაღწევს. ეხლა ოპერაციული წინსვლის არქონა არ ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის წინსვლა. რუსეთის ჯარები მაინც მიიწევენ წინ, თუმცა ისეთი ნელი ტემპით, რომ ზარმაცაც კი შერწყვებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უკვე რამდენიმე თვეა, რაც არაფერი მნიშვნელოვანი არ დაუკავებია. და ის, რაც რუსეთმა მოიპოვა, ისეთი მძიმე დანაკარგების ფასად დაუჯდა, რომ ნებისმიერი სხვა თანამედროვე არმია ამას აღიქონდა როგორც ნიშანს, რომ დროა უკან დაიხიონ, გადაჯგუფდნენ და შესაძლოა ახალი გეგმაც შეიმუშაონ. როგორც ISW აღნიშნავს, რუსულმა ძალებმა ტორეცკის აღება 2025 წლის აგვისტოში 14 თვიანი კამპანიის შემდეგ შეძლეს. სივიერესკი 51 თვიანი კამპანიის შედეგად აირეს, ხოლო პოკროვსკი 2026 წლის იანვარში 2 წლიანი ბრძოლის შემდეგ დაიკავეს. ყველა ამ ოპერაციას თან ახლდა რუსული ძალების დიდი დანაკარგები, როგორც ცოცხალ ძალაში, ისე ტექნიკაში. ISW-ს თქმით, რუსეთმა ამ მიღწევებიდან არც ერთი არგართი არ გამოიყენა სათანადოდ და ის ფაქტი, რომ 51 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 ძირითად დასახლებაზე შეგვიძლია საუბარი, კაცრი ბრალდებაა იმისა, თუ რამდენად უსუსური გახდა პუტინის კამპანია უკრაინაში. ეს მონაცემები ასევე აჩვენებს, რამდენად დიდხანს სჭირდება რუს ცუდად გაწვრთნილ ჯარებს წინსვლას. კამპანიები წლები გრძელდება, რათა ერთი ქალაქი ან დასახლება აეონ. ეს დომინაცია არ არის, ეს პუტინის ილუზიების შედეგია რუსეთის სამხედრო ძალაზე. შემდეგ მივდივართ დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზთან. კიევის ინდეპენდენტის 17 აპრილის ანგარიშის მიხედვით პუტინმა თავის ჯარისკაცებს მიზნად დაუსახა დონბასის რეგიონის აღება სექტემბრამდე. ამისთვის აუცილებელია, რომ დონეცკის ციხესიმაგრეების ხაზი დაინგრეს. რუსეთის გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევები სწორედ ამისთვის არის განკუთვნილი. მაგრამ როგორც რუსეთის შეტევების უმეტესობა აქამდე თითქმის არანაირი პროგრესი არ აქვს. ერთადერთი წინსვლა, რაც რუსეთმა მოახერხა ციხესიმაგრეების ხაზთან, კონსტანტინიუკაშია, სადაც პუტინის ხელქვეითებმა ჯარისკაცების მცირე დანაყოფებით შეღწევა ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში დაიწყეს. ამ შეღწევითმა დანაყოფებმა ვერ შეძლეს მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკავება და ვერ შექმნეს საფუძველი უფრო მასშტაბური რუსული შეტევებისთვის, იუწყება ISW. რუსეთმა სექტემბრისთვის მთელი დონბასი უნდა დაიკავოს, მაგრამ უკვე მაისის შუა რიცხვებია და ყველაფერი, რაც რუსეთის ძალებმა შეძლეს, ციხესიმაგრეების ხაზის სამხრეთ წვერის ზედაპირზე მხოლოდ მცირე წინსვლაა. ახლავე ვამბობთ ამას. სექტემბერი მოვა და წავა, მაგრამ რუსეთი მაინც ვერ მიაღწევს არსებით პარსებით პროგრესს. მისი შედეგები ნაკლებად დაცულ ქალაქებთან საკმარისია იმის საჩვენებლად, რომ რუსეთი კიდევ დიდხანს დაანგრევს თავის ძალებს ციხესიმაგრეების ხაზთან ბრძოლაში. და ამჟამად ჩვენ თითქმის მხოლოდ ჩიხს ხედავთ. პუტინის დამცირების კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ მისი შეჭრის ბოლო რამდენიმე კატასტროფული თვე მხოლოდ იმით არ აიხსნება, რომ უკრაინის თავდაცვა მის ძალებს ადგილზე აჩერებს. პუტინის ნამდვილი პრობლემა ისაა, რომ ამ ყველაფრის ფონზე უკრაინა წინსვლას ახერხებს. დარჩი ჩვენთან და ყველაფერს უფრო დეტალურად აგიხსნით. ეხლა კი როცა პუტინი რუსეთის გამარჯვების დღის მწირ აღლუმს უყურებდა, ფიქრობდა, რომ სპეციალური დრისათვის გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა შესაძლოა საკმარისი ყოფილიყო მისი დამცირების შესაჩერებლად. მინიმუმ რამდენიმე საათით მაინც, მაგრამ პუტინი შეცდა. რუსეთის საკუთარი სასუწარკვეთა და ის ფაქტი, რომ უკრაინა როგორც ჩანს აგრძელებდა ბრძოლას პუტინის თვითგამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დროს, ამ იმედებს წერტილი დაუსვა. მიუხედავად იმისა, რომ ISW-ს ანგარიშით ცეცხლის შეწყვეტის დროს ოპერაციების საერთო ტემპი შემცირდა, ბრძოლა მაინც გაგრძელდა. რუსეთმა სწრაფად დააბრალა უკრაინას. ISW-ს ანგარიშით რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტა 8970 ჯერ დაარღვია. ამ რიცხვიდან 7151 დრონით განხორციელებულ დარტყმას, 1173 საარტილერიო, ნაღმთქორწნებისა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის თავდასხმას, ასევე 12 სახმელეთო იერიშს შეადგენს. რუსეთს აქ ბევრი სალაპარაკო არ აქვს. ISW-ს ინფორმაციით მან 8 მაისს დაახლოებით საღამოს 6 საათზე უკრაინაზე საჰაერო იერიში მიიტანა, რომელშიც მონაწილეობდა ისკანდერ M და 53 დრონი. გაურკვეველია გაგრძელდა თუ არა ეს იერიში 9 მაისის შუაღამის შემდეგაც. აი რას იღებ, როცა აჩქარებულ და ბუნდოვან ზავს ქმნის შენი ძვირფასი აღლუმის დასაცავად, პუტინ. კიდევ მეტი დამცირება, როცა სასოწარკვეთილად ცდილობ უკრაინა დაადანაშაულო შენი უაზრო ზავის დარღვევაში. ახლა შევადაროთ რუსეთის წარუმატებელი კამპანია ბოლო რამდენიმე თვეში იმას, რასაც უკრაინა აკეთებდა.
დაუბრუნდებით დეკემბერში, როცა რუსეთი თითქმის 2 წლის ბრძოლის შემდეგაც კი ისევ ცდილობდა პოკროვსკის აღებას. ამ პერიოდში პუტინის გენერლებმა განაცხადეს, რომ რუსეთმა საბოლოოდ აიღო ქალაქი კოპიანსკი, უკრაინის ჩრდილოეთ ხარკოვის რეგიონში. ეს ოპერატიულად მნიშვნელოვანი წინსვლა იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ ეს განცხადება რუსეთსვე შემოუბრუნდა. დეკემბრის შუათვის უკრაინამ წამოიწყო გამანადგურებელი კონტრშეტევა, რომლის შედეგადაც გაათავისუფლა კოპიანსკის უდიდესი ნაწილი. პუტინის ძალები მტვერში დატოვა და აჩვენა, რომ უკრაინის ახალი ძებნა განადგურების ტაქტიკა იდეალური პასუხი იყო რუსეთის შეღწევის სტრატეგიაზე. სწორედ ამ დროს დაიწყო ნარატივის შეცვლა. ინიციატივა უკრაინის მხარეს იყო და 2026 წელი პუტინისთვის კიდევ უფრო მეცმის მოიტანდა, მეცივცხლს მოიტანდა. ძიმე გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევების წინ უკრაინა სამხრეთ ოკუპირებულ რეგიონებში შეტევაზე გადავიდა. შედეგმა პუტინი შეარწმუნა. 2026 წლის ზამთარსა და ადრეულ გაზაფხულზე უკრაინამ შეძლო დაახლოებით 400 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიის გათავისუფლება, ხოლო ბოლო გათავისუფლება აპრილის ბოლოს ზაპოროჟიეს დასავლეთ რეგიონში მდებარე დასახლებებში მოხდა, ითხოვინება ISW. როდესაც რუსეთის დაღლილი ჯარისკაცები თავს ესხმიან დონეცკის საფორტიფიკაციო სარტყელს, რომელიც უბრალოდ არ იძვრის, შედეგად ვითარება ჩიხშია შესული. მაშინ, როდესაც უფრო ჩრდილოეთით უკრაინის სამხრეთული კონტრშეტევები იმდენად ეფექტური იყო, რომ 2026 წლის აპრილში პირველად, 2024 წლის აგვისტოს შემდეგ რუსეთმა წმინდა ტერიტორიული დანაკარგი განიცადა. უკრაინამ იმ თვე დაასრულა 116 კვადრატული კილომეტრის წმინდა მოგებით, ითხოვინება United 24 Media. ბოლო შემთხვევა, როდესაც მსგავსი რამ მოხდა, იყო მაშინ, როდესაც უკრაინის ძალებმა კონტრშეტევა დაიწყეს რუსეთის კურსკის რეგიონში, რომლის დაბრუნებასაც რუსეთს თვეები დასჭირდა და უკრაინის ინფორმაციით 73,000-ზე მეტი ჯარისკაცის დაკარგვა მოუწია. პუტინს ერთი დამცირება მეორეს მოსდევს. მაგრამ მოიცადეთ ერთი წამით. კურსკი ისევ პრობლემად რჩება რუსეთის პრეზიდენტისთვის. და ოლქი, რომელიც თითქოს უკრაინული ჯარებისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო, აშკარად სულაც არ არის ასეთი. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა 8 მაისს, რომ უკრაინელი ჯარისკაცები კვლავ აქტიურობენ კურსკის რეგიონში. ტრის მუდმივი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინელი მებრძოლები აგრძელებენ დავალებების შესრულებას რუსეთის ტერიტორიაზე. ჩვენი ყოფნა კურსკის რეგიონში კვლავ რჩება, განაცხადა სირსკიმ. მოდით ყველაფერი გავარკვიოთ პუტინო. ბოლო 6 თვის განმავლობაში რუსეთის ერთადერთი ოპერატიული მიღწევა იყო პოკროვსკში და ეს მიღწევები მიღწეული იქნა 2 წლიანი კამპანიის ბოლოს, რომლის დროსაც რუსეთმა 10,000-ობით თავისი ჯარისკაცი დაკარგა. გრანდიოზული გაზაფხულისა და ზაფხულის შეტევები დაწყებულია, მაგრამ მათ თითქმის ნულოვანი პროგრესი აქვთ დონეცკის საფორტიფიკაციო სარტყლის წინააღმდეგ. რუსეთი აქტიურად კარგავს პოზიციებს უკრაინული კონტრშეტევების შედეგად, ისე რომ უკრაინა უკვე პლუსშია საერთო მიღწევების მხრივ. და თუნდაც კურსკში, სადაც რუსეთს ეგონა, რომ სრული კონტროლი დაიბრუნა, უკრაინელი ჯარისკაცები მაინც მოქმედებენ. ვითარება რუსეთის წინააღმდეგ იცვლება. და ეს მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება. გამარჯვების დღის აღლუმი რუსეთის ძალის დემონსტრირებას უნდა ემსახურებოდეს. 2026 წლის აღლუმიც სწორედ ასეთი გამოვიდა. მოღუშულმა პუტინმა 45 წუთი გაატარა. უყურებდა ყველაზე მოკლე აღლუმს, რაც რუსეთმა წლების განმავლობაში ჩაატარა და დაინახავდა, რომ სამხედრო ტექნიკა საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. საფრთხე ძალიან მაღალი იყო, რომ უკრაინა დარტყმას მიაყენებდა და რუსეთს ეს ტექნიკა უკრაინაში სჭირდება, რათა იქვე გაანადგურონ უკრაინულმა დრონებმა. უკრაინის ახალი ხმა იუწყება, რომ პუტინის განსაკუთრებულ დღეს მხოლოდ 10 მსოფლიო ლიდერი გამოცხადდა, რაც 2025 წელს მისულთა ნახევარზე ნაკლებია. პუტინის ყველაზე ძლიერი მოკავშირეებიდან, მაგალითად ჩინეთის სი ძინპინი, არც ერთი გამოჩენილა. სიმ პუტინთან თუნდაც სიმბოლურად დელეგაციაც კი არ გაგზავნა და ყველაფრის დასასრულებლად რუსეთი იძულებული გახდა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცებიც კი ეჩვენებინა აღლუმზე. დიახ, ეს აღლუმი მართლაც იყო რუსეთის ძალის დემონსტრაცია, უბრალოდ არა იმ ფორმით, როგორც პუტინს სურდა. როდესაც რუსეთის ლიდერი სიცითლით სახეზე უყურებდა, როგორ გადიოდა 9 მაისს, თითქმის არაფრის ფქმელი აღლუმი, მას მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის დამამცირებელ მოვლენებზე ფიქრი დარჩენოდა. რუსეთი თითქოს რეკორდული ტემპით უნდა იწევდეს წინ, მაგრამ სინამდვილეში უკრაინაა აღმავლობაში. როგორ ხდება ეს ყველაფერი? ეს ერთადერთი კითხვა, რომელსაც პუტინი მაგრამ სანამ ამ ფაქტორებს განვიხილავთ, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ The Military Shows. თუ ჯერ არ გაქვთ გამოწერილი, ახლა საუკეთესო დროა ხილაკზე დააწვეთ, რომ ჩვენი ვიდეოები არასდროს გამოგრჩეთ. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთს ჩავარდნების მთელი წყება დაატყდა თავს, დაწყებული იმ საკითხით, რომელმაც უკრაინას კონტრშეტევის დაწყებისკენ უბიძგა და ასე ძალიან შეარწმინა რუსეთი. კომუნიკაციის პრობლემები რუსეთის სამხედრო ძალებში. 2026 წლის დასაწყისში SpaceX-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ბევრი დიდი ხნის წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევდა. რუსეთს Starlink-ზე წვდომა შეუწყვიტა. რუსეთი წლების განმავლობაში იყენებდა არალეგალურ ტერმინალებს კოსმოსური ინტერნეტისა და საკომუნიკაციო სერვისის მისაღებად, მაგრამ თეთრი სიის შექმნამ, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური ტერმინალები მუშაობს, ყველაფერს წერტილი დაუსვა. რამდენიმე საათში ფრონტის ხაზზე რუსული კომუნიკაციები ქაოსში ჩავარდა, რადგან სარდლობის პუნქტებს აღარ შეეძლოთ ჯარისკაცებთან დაკავშირება და რუსეთის თავდაცვა სამხრეთში ნგრევას იწყებდა. დაუყოვნებლივ შემდეგ რუსი სარდლები იძულებულნი გახდნენ ძველი რუკები გამოეყენებინათ, რომლებზეც არასწორი ინფორმაცია იყო აღნიშნული მიღწევებზე, მაშინ როცა ჯარისკაცებს ფრონტზე კოორდინაციის გარეშე აგზავნიდნენ.
ვლადიმერ პუტინმა ამას ისიც დაამატა, რომ სულელური გადაწყვეტილება მიიღო და ამ კომუნიკაციურ სიფთულეებს კიდევ უფრო დაამძიმა Telegram-ის სოციალური მედიის აპლიკაციაზე დაწესებული შეზღუდვებით. რუსეთის ლიდერი იმდენად სასოწარკვეთილი იყო, რომ შიდა კონტროლი შეენარჩუნებინა, რომ კიდევ ერთი საკომუნიკაციო საშუალება წაართო თავის ათასობით ჯარისკაცს, რომლებიც მას იყენებდნენ. Telegram-ის ბლოკირება დაახლოებით იმავე დროს ხდებოდა, როცა Starlink-ის გათიშვა მოხდა, რამაც ფრონტის ხაზზე ინფორმაციის გაუარესება გამოიწვია. რუსეთის ძალებმა აღარ იცოდნენ, სად უნდა წაასულიყვნენ და ვეღარ აზიარებდნენ რეალურ დროში დაზვერვის ინფორმაციას უკრაინული გადაადგილებებისა და შეტევების შესახებ. უკრაინამ ამ ყველაფრით ისარგებლა და სამხრეთში შეტევა განახორციელა. ჩვენ უკვე ვნახეთ შედეგები. რუსეთი ცდილობს ამ პრობლემების გადაჭრას დროებითი ზომებით, მაგალითად რელე დრონებისა და სატელიტური კავშირების გამოყენებით. მაგრამ როგორც ატლანტიკური საბჭო არნიშნავს, რუსეთს სავარაუდოდ რამდენიმე წელი დასჭირდება იმისთვის, რომ კომუნიკაციის ისეთი ეფექტურობა დაიბრუნოს, როგორიც მაშინ ჰქონდა, როცა Starlink-ს იყენებდა. ამ კომუნიკაციის პრობლემებმა ხელი შეუწყო უკრაინულ კონტრშეტევებს, რაც თავის მხრივ კიდევ ერთ პრობლემად იქცა პუტინისთვის – კონტრშეტევების მოგერიება. გაზაფხულის შეტევამდე რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთი დონეცკში რეზერვებს აგროვებდა, რათა ციხესიმაგრეების ხაზისთვის შეედია. ეს რეზერვები პუტინის მარიონეტებს უნდა დაეხმარებოდათ, როცა ისინი პოკროვსკისკენ მიიწევდნენ და შემდეგ ფრონტზე გადაჰყავდათ ციხესიმაგრეების ხაზზე შეტევისთვის. მაგრამ შემდეგ უკრაინამ თავისი ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა და პუტინი იძულებული გახდა გეგმები შეეცვალა. პუტინი იძულებული გახდა ისეთი არჩევანი გაეკეთებინა, როგორცაც არასდროს გააკეთებდა. ახლა ყოველი განლაგება ამ არჩევანებით არის შეფერილი. გააგზავნის თუ არა რუსეთი ჯარებს პრიორიტეტულ ფრონტის ხაზებზე, რათა უშედეგოდ სცადოს პუტინის სექტემბრის დონეცკის ილუზიების რეალობად ქცევა. თუ ეს ჯარები უნდა გაემართონ სამხრეთისკენ, რათა სცადონ უკრაინის კონტრშეტევების შეჩერება და გააუქმონ უკრაინის მიერ მიღწეული წარმატებები. ეს პუტინისთვის ჩიხური მდგომარეობაა. თუ ფრონტის ხაზზე კონცენტრირდება, ეს ნიშნავს, რომ სამხრეთის რეგიონები განაგრძობენ გათავისუფლებას, რაც უკრაინას ასევე აძლევს საშუალებას ჯარები დონეცკის რეგიონთან ახლოს მიიყვანოს. მაგრამ სამხრეთისკენ წასვლა ნიშნავს ფრონტზე შეტევების შესუსტებას, რაც იწვევს კიდევ უფრო დიდ შენელებას იმაზე მეტად, რაც უკვე ვნახეთ. აქ მთავარი აზრი მარტივია. უკრაინა ადგენს ბრძოლის ველზე ტემპს, არა რუსეთი. და სანამ უკრაინა ამას აკეთებს, კიდევ ერთი დამცირება პუტინისთვის და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც ახლა ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ უკრაინაში, არის ის, რომ უკრაინის სტრატეგიები რუსეთს რეკორდულ დანაკარგებს აყენებს ჯარისკაცებში. რუსეთი სულ უფრო მეტად უახლოვდება ცოცხალი ძალის კრიზისს, რადგან ჯარისკაცების დანაკარგები აღემატება მოხალისეთა რეკრუტირებას. 2026 წლის მარტში უკრაინამ დააფიქსირა დაახლოებით 35,000 დანაკარგი რუსულ ძალებში, რომელთაგან ყველა დადასტურებულია უკრაინის დრონების ოპერატორების მიერ. 2026 წლის აპრილმაც მსგავსი შედეგები მოიტანა. 35,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი მოკლულია ან დაჭრილია, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით. რუსეთის საშუალო დღიური დანაკარგი ახლა უკვე 1000 ბევრად აღემატება და ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. და რუსეთი ცდილობს კიდევ უფრო მეტი შეტევა წამოიწყოს, მიუხედავად ყველა საკომუნიკაციო პრობლემისა და ყურადღების იძულებითი გაყოფის. ერთი პრობლემა მეორეს აძლიერებს. და მსხვერპლის მხრივაც ჩვენ ვერ უგულებელყოფთ იმას, თუ რას ნიშნავს ეს რუსეთის წინახაზის შეტევებისთვის. პუტინის მიზანია წამოიწყოს ეს შეტევები, დაიკავოს ტერიტორია და ჯარისკაცებმა შეინარჩუნეს პარჩუნონ ეს პოზიციები, სანამ დამხმარე ძალების მისვლას ელოდებიან, რაც მისცემს საშუალებას შემდგომი შეტევებისთვის. ეს ყველაფერი შეუძლებელია, როცა რუსეთის ჯარები რეკორდული ტემპით ნადგურდებიან. რუსეთს უფრო მეტი დრო სჭირდება ვიდრე ოდესმე, თუნდაც მცირე ტერიტორიის დასაკავებლად. უკვე აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამაც კი აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი დონეცკის რეგიონში თითოეულ მოპოვებულ კვადრატულ კილომეტრზე 316 ჯარისკაცს კარგავს. ასეთი ტიპის დანაკარგები რუსეთისთვის მდგრადი არ არის და ისინი არ ნელდება. როდესაც რუსეთი გაჭირობით აგროვებს ახალ ჯარისკაცებს, უკრაინა კვლავ აგრძელებს მოწინააღმდეგის განადგურებას. მხოლოდ 9 მაისს რუსეთმა დაკარგა 1080 ჯარისკაცი, რის შედეგადაც პუტინის შეჭრის დაწყებიდან საერთო დანაკარგებმა 1,340,000 გადააჭარბა. ცოცხალ ძალასთან ერთად რუსეთი უზარმაზარი ტემპით კარგავს ტექნიკასაც. 82 საარტილერიო სისტემა, 1 ტანკი, 3 ჯავშან მანქანა და 370-ზე მეტი ჩვეულებრივი მანქანა და საწვავის სატვირთო. უკრაინული ცეცხლის შედეგად იმავე დღეს განადგურდა. არაფერი, რასაც ამ რიცხვებში ვხედავთ, არ არის გამონაკლისი. 9 მაისი რუსეთის არმიისთვის საკმაოდ სტანდარტული დღეა და ეს თავისთავად სირცხვილია პუტინისთვის. ის მსხვერპლად ცირავს მთელი თაობის რუსებს და ოპერატიულად თითქმის არაფერს იღებს სანაცვლოდ. ჩვენ გვაქვს პარალიზებული კომუნიკაციები. უკრაინა აკონტროლებს ბრძოლის ტემპს და რეკორდული დანაკარგები პუტინის დამცირებას იწვევს. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამძაფრებს ის, რასაც ISW აღნიშნავს, უკრაინის საშუალო მანძილის დრონების კამპანიის გააქტიურება. უკრაინის გაძლიერებულმა საშუალო მანძილის დარტყმების კამპანიამ რუსეთის ლოგისტიკაზე, სამხედრო ტექნიკასა და ცოცხალ ძალაზე 2026 წლის დასაწყისიდან ასევე შეასუსტა რუსეთის ძალების შესაძლებლობა. ჩაეტარებინათ შეტევითი ოპერაციები საომარი მოქმედებების მთელ არეალში, აცხადებს ISW თავის ანგარიშში რუსეთის შეტევითი ოპერაციების მდგომარეობის შესახებ. მართლა ასეა, უკრაინამ აპრილში გააორმაგა ასეთი საშუალო მანძილის დარტყმების რაოდენობა მარტთან შედარებით. ეს დრონებით განხორციელებული თავდასხმები, რომლებიც 20 კილომეტრზე მეტ მანძილზე ხდება, მნიშვნელოვნად აზიანებს რუსეთის ახლო ზურგს.
და რა არის ამ ახლო ზურგში. ის ლოგისტიკა, რომელსაც ASW არნიშნავს, სარდლობის პუნქტები, რომლებიც უკვე უჭირთ ბრძანებების გაცემა, საჰაერო თავდაცვა, რომელიც ჯარისკაცების შეკრებებს იცავს და უნდა აღკვეთოს უკრაინის დრონების წარმატებული დარტყმები. ეს ყველაფერი ინგრევა უკრაინის გაძლიერებული საშუალო მანძილის კამპანიის ფონზე, რის შედეგადაც მივიღეთ ის, რასაც ახლა ფრონტზე ვხედავთ. რა თქმა უნდა, პუტინის ძალები დონეცკში ჩიხში აღმოჩნდნენ. მათ მხარდაჭერა არ აქვთ, რადგან ყველაფერი მათ უკან ნადგურდება. და მაშინაც კი როცა უკრაინა აძლიერებს საშუალო მანძილის შეტევებს, ის არ ანელებს ტემპს შორ მანძილზეც. რუსეთი თავადაც ისეთივე ძლიერად ზარალდება, როგორც ის ტერიტორიები, რომლებიც რუსეთს უკრეთს უკრაინაში აქვს ოკუპირებული, განსაკუთრებული პოლიყურადღება კი ნავთობზეა გამახვილებული. აქ რუსეთის პრობლემა მასშტაბია. უკრაინამ 2024 წლის აგვისტოში რუსეთში დაახლოებით 1000 დრონის გაშვებიდან 2026 წლის მარტში დაახლოებით 7000-მდე გაზარდა ეს რიცხვი. ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საექსპორტო ჰაბებზე განმეორებითი დარტყმების ზღუდავს პუტინის შესაძლებლობას გაყიდოს რუსეთის ყველაზე ძვირფასი რესურსი. ასევე მიაწოდოს საწვავი და ნავთობპროდუქტები ჯარს უკრაინაში. აქ შედეგები აშკარაა. ნავთობისა და გაზის გაყიდვებიდან მიღებული ნაკლები მოგება ნიშნავს, რომ რუსეთის ომის ფონდში ნაკლები ფული შედის. და როდესაც საწვავისა და ნავთობპროდუქტების მიწოდება ფრონტზე იგვიანებს ან საერთოდ ნადგურდება, რუსი ჯარისკაცები კარგავენ კიდევ ერთ საშუალებას, რომელიც სჭირდებათ იმ წინსვლისთვის, რასაც მათი ლიდერი ითხოვს. როგორც ვთქვით, ეს პრობლემების კაკოფონია. ეს ყველაფერი გროვდება და ხშირად ერთმანეთსაც აძლიერებს, რაც ქმნის იმ სიტუაციას, რასაც ახლა ვხედავთ. უკრაინას აქვს მთელი ინიციატივა და ის უფრო აკონტროლებს სიტუაციას, ვიდრე პუტინი ოდესმე წარმოიდგენდა, ასე რომ პუტინი დამცირებულია. მისმა ყოვლის შემძლე არმიამ ვერაფერი გააკეთა იმიდან, რასაც მან მსოფლიოს უთხრა, რომ შეძლებდა. თუნდაც განცხადება, რომ დონეცკი სექტემბრამდე უნდა აეღოთ, ახლა პუტინისთვის სასაცილოდ გამოიყურება. ზელენსკიც ამასვე ამბობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთს მილიონამდე ჯარისკაცი დასჭირდება ციხესიმაგრეების ხაზის დასამხობად, რაც იმდენად ბევრია, რომ ეს თითქმის ყველა ქვეყნის მოქმედი არმიის რაოდენობას აღემატება, რამდენიმე გამონაკლისის გარდა. პუტინმა უკვე რამდენიმე არმიის ოდენობის ჯარისკაცი და ტექნიკა შესწირა, რომ რუსეთი აქამდე მისულიყო. კიდევ 1 მილიონი მხოლოდ დონეცკის დასაკავებლად სირცხვილს სრულ კატასტროფად გადააქცევს. ხედავს კი პუტინი ამ ყველაფერს. თუ ხედავს, სირცხვილისგან უნდა იწოდეს. მაგრამ უკვე ასე ჩანს, რომ ეს კაცი იმდენად ჩაფლულია საკუთარ ილუზიებში, რომ სირცხვილი მას აღარ ეხება. ის უბრალოდ გააგრძელებს ხალხის ხორცაკებში შეკრას, როცა მთელ თავის ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე აცხვენებს. ძნელია ყურება. ეგრეთ წოდებულ სამხედრო ზესახელმწიფო დღითი დღე აშკარავდება უკრაინაში. 45 წუთიანი გამარჯვების დღის აღლუმი მაშინ, როცა რუსეთი პოზიციებსა და იმპულსს კარგავს, ახლა პუტინის მარცხის მონუმენტად იქცა. შეიძლება ჯერ არ იცის, მაგრამ იმ აღლუმის მუქი კადრები შესაძლოა პუტინის მემკვიდრეობად დარჩეს. ამასობაში უკრაინა აგრძელებს რუსეთის გაზაფხულის შეტევის ჩაშლას დონბასში. მძიმე დანაკარგები და შეჩერებული წინსვლა მხოლოდ დასაწყისია, რადგან უკრაინამ ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომელსაც აქტიურ თავდაცვას უწოდებს. გაიგეთ რა არის ეს და რატომ ახდენს ასეთ დიდ გავლენას დონბასში ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ ნახოთ მეტი ჩვენი ანალიზი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე და მადლობა როგორც ყოველთვის ყურებისთვის.